გამარჯობა, ეს არის იმუძრავეს პოდკასტი. სამწუხაროდ შილა აღარ ყავს ჩვენ. შილამ გადაწყვიტა, რომ პროფესიონალური ფიგურული სრიალი დაეწყო. პადელისაც. ფიგურულს გაყოლოდა უბრალოდ ბავშვობაში დადიოდა თუმცა, მაგრამ ჩვენი გადაცემის ხშირი სტუმარი იქნება ხოლმე შილა. ეხლა კიდე სტატისტიკას რო უყურავთ ხოლმე, ვინც გვიყურებს, უმეტესად გამოწერილი არ აქვს ხოლმე ჩვენი გვერდი. და ეხლა უკვე მგონი იზრუა რომ ასე მოუწოდოთ რომ გამოგვიწერეთ მეგობრებო, იმიტომ რომ მარტო ორი ტიპის ადამიანი არსებობს. ჩვენი გამომწერები და არა გამომწერები. განჩენი მეტი არ მინდა რა. და თუ შეიძლება რომ გამოგვიწეროთ. ძალიან ეჭვმეყარება ეხლა ჩვენ სტუმარს რო წავადგენ ვინმე მარიცოდეს. ჩვენი სტუმარია ნიკო მაისურაძე. მაგრამ ვინც არის ის ნიკო? და მოგესალმებით. მოუყევი შენზე ვინ ხარ? რა საქმიანობ? შენი მიღწევების შესახებ. ბატონო, მე ვარ ნიკო, აწ უკვე CrossFit Games-ების ათლეტი. უკვე მე-6 წელია რაც ვარჯიშობ CrossFit-ს პროფესიონალურად და წელს პირველად მოვხვდი ესეთ უდიდეს ჩემპიონატზე, ან ჩვენი სპორტისთვის, CrossFit Games-ზე. რაც ნიშნავს, რომ არის მსოფლიო ჩემპიონატი რა. რამდენი ხანი ნიკო CrossFit ანუ ესე იზრდება ასე ვთქვათ რა. ეს არის უკვე მე-6 წელი. და რაც ვარჯიშობ პროფესიონალურად, ერთი წელი მქონდა ჩაგდება, იმიტომ რომ ფეხი მოვიტეხე და ერთი წელი მქონდა გასვენა უბრალოდ. იქამდე სანამ ის CrossFit-ს დაიწყებდი სპორტი რამე? სპორტი ასე პროფესიონალური არ იყო რა. თამაშობდი ამერიკულ ფეხბურთს მოყვარულთა დონეზე. ბექამად გაიცანი? ბექა გავიცანი მათ კი. დაახლოებით ვარჯიშობდი 3 წელი ამერიკულ ფეხბურთზე. ამერიკულ ფეხბურთთან მოდიან ესენი. ხო. რა ქვია? მათ გავიცანი ბექა და მე ბექამ რა დარბაზში ვარჯიში დავიწყე, იმიტომ რომ ფიზიკურად გავძლიერებული ყავი. ბექამ იგდებდა ხოლმე პროგრამებს და ასე შემდეგ და მე უკვე ანუ აღარ იყო რა საინტერესო ეს მარტო მაგალითად ბიცეპსი, მაგალითად ტრიცეპსი რაღაც აქტიურ ინტენსიური ვარჯიშები მომწონდა ხოლმე და რო გავიგე რომ ბექა ვარჯიშობდა უკვე CrossFit-ს, ანუ მაშინ კი არ ვიცოდი CrossFit-ს რო ვარჯიშობდა, მაგრამ რაღაცას ვარჯიშობდა. ხო, რაღაცას ვარჯიშობდა და მინდოდა ხოლმე რომ მისნაირად მე ვარჯიშე და ის მაძლევდა ხოლმე რა, ასეთ პროგრამას და ასე შემდეგ. მაგრამ მაშინ პროფესიონალურად არ ვარჯიშობდი რა. უბრალოდ ვარჯიშობდი იმიტომ რომ გავძლიერებული ყავი ჩემი სპორტისთვის რა, ამერიკული ფეხბურთისთვის. ანუ რას ვაკეთებდი არ ვიცოდი, მაგრამ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. ამერიკული ფეხბურთი ხო? და მაგ ფეხბურთთან ნიკო ბავშვობაში იყავი სპორტული ბავშვობაში ხო და მანამდე სუ ბავშვობიდან სადღაც 4 წლიდან 13 წლამდე ქართულ ცეკვებს დავდიოდი. ცეკვები მე აი ამ 13 წლის მერე სადღაც 17 წლამდე არაფერს არ ვაკეთებდი რა. უბრალოდ ახლა შეიძლება ეზოში რაღაც ფეხბურთი ანუ სუ აქტიურად ვიყავი რა, ანუ ასე უმოძრავად არასდროს არ ყოფილვარ რა. მშობლები იყვნენ სპორტსმენები ეს თუ სპორტსმენები არ ყოფილვარ. უყარდა სპორტი? რაღაც მამა შენი გავარჯიშებდა ხოლმე და ყავდი სავარჯიშო თუ არა? უყარდა სპორტი რა, თვითონ აქტიური სპორტსმენი არ ყოფილა, მაგრამ თავის პონჩი ასე ვთქვათ ვარჯიშობდა რა. ხო, აი ვარჯიშო, სადღაც მაინც უყურებდი ამ ვარჯიშს. მაინც შენი გადაწყვეტილება იყო, ხო? აი ბაბულას უნდოდა რომ გამოსულიყავი სპორტსმენი რა ყოველთვის და ის ხანჭი და ან ცეკვის პარალელურად რა, ხანჭიდაობას დავყავდი, ხან რაღაც კარატეზე დავყავდი ხოლმე, სულ ბაბულას დავყავდი ხოლმე რა. არ მოგეწონა არც ერთი? მაშინ აი ვაფშე ვერ ხვდებოდი სპორტის აი მას რა. უღამს ვერ დაუჭირე ვერაფერს რა. ცეკვა გიყვარდა ის ამდენ ხანი? არა, ცეკვა არ მიყვარდა. აი წარმოვიდგინე 4 წლიდან 13 წლამდე ყოველ დღე ძალით დავდიოდი. მაგრამ დავდიოდი კი. მაგარია. გასოს რაღაც ცეკვა ისე? კი, როგორ არა. რომ მოიგებ შეიძლება. რომ მოდიან ჩვენთან ახლა ეს ბევრი მწვრთნელი მოდის, ბევრი პროფესიონალი ათლეტი მოდის და აი ეს რო ვეკითხებით ხოლმე ეს უკან ბაზარ არის, ცეკვა აქვს ბევრს რა. ამ ბევრს აქვს, იმიტომ რომ ეს ქართული ცეკვა ძალიან. ხო, ან ცეკვაზე უნდა გევლო, ან ფეხბურთზე მე მგონი. მაშინ ეგრე იყო, ხო. ეგრე იყო რა ჩვენ. ცეკვა გამოგადგა, ანუ რა კი, ცეკვა ძალიან მაგრა გამომდგა, იმიტომ რომ ბევრად ისავა, რა ქვია, ან მოქნილი რაღაც სისხარტე, მოძრაობა, ადაპტაციას უფრო ადვილად გადიხარ ალბათ რა, იმიტომ რომ რაღაცა შენი ტვინი სხვანაირად არის ეს. რაღაც ყველა კუნთი კარგად ვარჯიშდება რა ცეკვის დროს. მაგარია, ხო. უფრო ისე ფეხების და ხელების კოორდინაცია. და თან ნაკლებად ტრამვული არის, ანუ ბავშვისთვის მე მგონი ძალიან კაია, იმიტომ რომ ყველა კუნთს ანვითარებ და ძალიან ნაკლებად ტრამვული არის. შენ გირწყავდნენ ფეხებში? არა. ჯოხს. თუ არ იყო ეგრე. კი, რამოდენიმე შემთხვევა მახსოვს, სადღაც 3-4 სახაზად. კი. მაგრამ მიღებული იყო მაშინ რა, სულ ხო, მაგრამ
როგორც მახსოვს, ჩემი მასწავლებელი სულ დადებით ლაპარაკობდა ხოლმე ჩემზე რა. ანუ კრებები რო იმართებოდა ხოლმე, ერთ-ერთი წარჩინებული ის ვიყავი ხოლმე. წამდგე არ მოწონდა. არ მომწონდა მაინც ხო. წარმოიდგინე ვაფშე. ანუ საქმეს რო ვაკეთებ, მინდა რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. ჩვენ ახლა იმიტომ გაინტერესებს ეგ რაღაცა ბავშვობა, ექსპორტი რომ შენ მოხვდი ხალხსაც რო აუხსნათ 30 საუკეთესო, ყველაზე სპორტულ ადამიანს შორის რა. იმ ყველაზე სპორტულ ადამიანს შორის, ვისაც აი როგორ შესაძლებლობები აქვს, იცი, ყველაფერის გაკეთება უნდა შეეძლოს. ან მძიმე საწევოც უნდა შეეძლოს. რაღაცა გიმნასტიკურ მოძრაობების გაკეთება უნდა შეეძლოს. კარდიოში ძალიან ძლიერი უნდა იყოს. უცებ ველოსიპედზე რო დასვან, ან სულ რომ თქო, ეხლა სულ აღარ არის, მაგრამ რომ მოუწიოს მაგის გაკეთებაც უნდა შეძლოს. ანუ რაც არ არის ახლა მარტივი ამბავი. 30 ადამიანს სოფლიოში ძალიან ცოტა არის. კი, ანუ CrossFit-ი ახლა მარტო ერთი სპორტის ელემენტი არ არის რა. ანუ რამოდენიმე სპორტის ელემენტი არის გაერთიანებული. ძალოსნობა, ტანვარჯიში, კარდიო, ფუნქციური მოძრაობები. და ამ ყველაფერში მარტო ერთი კი არ უნდა იყოს, ერთში კი არ უნდა იყოს ძლიერი. ყველაფერში საშუალოზე მაღლა უნდა იდგე, რომ საშუალოზე მაღლა. საშუალოზე მაღლა უნდა ხდება მან. CrossFit-ის იდეოლოგია იყო, რომ ყველაფერში საშუალო უნდა ყოფილიყავი, მაგრამ პროფესიონალი ხარ. საშუალო თუ გინდა რომ პირველი იყო, საშუალოზე მაღლა უნდა. ეგ არის. მაგრამ ისე საერთოდ ნუ საშუალოზე რო ხო, საშუალო კაი არის. ეგ არის CrossFit-ის მიღამი, რომ არც ტრამვა მიიღო, არც ის ყველაფერი შეძლო, მაგრამ ანუ ასე არ უნდა იყო რა, მაგალითად, აი ძალოსნობა ძალიან ძლიერი ქონდეს, მაგრამ მე სირბილში სადღაც აქ იყო. ეგრე ვერ მიაღწია. იცი რა მაინტერესებს, ადრე ხან მე როცა ყურება დავიწყე და ვინც იყვნენ ახლა ფრეიზერი, ისინი ესენი მაინც ბაზა ყველასი იყო powerlifting-ი რა, მაინც ამ წონებში ძლიერი ვინც იყო, გინდა არიან მაინც წონიდნენ რა ამ ყველაფრით და იგებდნენ შეჯიბრებებს. ეხლა როგორ არის? ჩემი აზრით ახლა ეგრე არის. ბაზა თუ გაქვს weightlifting-ის, მე მგონი ყველა უფრო მეტად გამოგადგება ვიდრე სხვა დანარჩენი. ეხლა ვინ არის მე მაინტერესებს ფავორიტი? გეიმებზე? გეიმებზე. მაგალითად, წინა წლის გამარჯვებული, ეხლა სადაც ვიყავ საფრანგეთში ნახევარფინალებზე, პირველზე ვინც გავიდა, ეგ არის. ისევ ეგ არის ფავორიტი. მაგის ის ხო არის რა არის ესე ბაზა საიდან მოდის რა, რაშია ყველაზე ძლიერი? ბაზა არ ვიცი რა აქვს. მაგრამ იცი ეგენი როგორ არის? ეგენი ბავშვობიდან აკეთებენ CrossFit-ს საერთოდ. ანუ ხო არის ასაკობრივი რა, მაგალითად 13-დან 18 წლამდე არის ასაკობრივი. მე 18-დან 35-მდე სხვა. ანუ ისინი 13-დან 18 წლამდეც გამოდიოდნენ რა. ანუ ბავშვობიდან CrossFit-ელები არის. თითქმის ყველა. ამერიკაში უყურთ ხო? ამერიკელი არის? ამერიკელი. უყურთ ხო? CrossFit-ი მაგრა უყურთ. ეხლა მოვყევი როგორ მოხვდი აბა საერთოდ. და ჯერ სანამ მაგას მოყვები როგორ მოხვდი, წინაზე ის მოყევი ძალიან ახლოს იყავი და ხო, საერთოდ ნახევარფინალებზე რა, უკვე გამოვდივარ, ეს იყო ჩემი მესამე გამოსვლა ნახევარფინალებზე. პირველი იყო 2024-ში. მაშინ ძალიან დაბნეული ვიყავი, ანუ რო გავედი და ეს ხალხი დავინახე, ვისაც აი ტელევიზორში უყურებდი ხოლმე და მეთქი, აუ, ესენი რა მაგრები არიან. მაგათ გვერდით ვიყავი. ანუ ჩემი ყველაზე დიდი მინუსი ის იყო, რომ აი მინდოდა რომ სულ პირველი ყოფილიყავი რა, სულ წინ გაგვცეულიყავი რაღაცა და მე ამ სიჩქარეში და ის ჩემი ტემპიდან ვარდებოდი და ანუ ძალიან ცუდი აღმოჩნდა რა ჩემთვის ეგ ნახევარფინალები, იმიტომ რომ ანუ რაც შემეძლო ჩემი შესაძლებლობების ნახევარიც ვერ გავაკეთე რა. ხო. ეგ იყო 2024 წელს. მე 2025-ში ამ შეჯიბზე რა, French Showdown-ზე ისევ გავედი მეოთხე ადგილზე. ბევრად დალაგებული ვიყავი მენტალურადაც და ყველანაირად. უბრალოდ ერთადერთი რა სამეული ხდება ხო გეიმებზე? სხვადასხვა პრინციპი იყო ყველა წელს რა, მაგრამ ბოლო ეს 2 წელი ერთ და იგივე პრინციპი არის რა. მაგალითად 24-ში რო გავედი, მად იყო 11 კაცი ხდებოდა. მაგრამ ევროპის მასშტაბით აი საერთოდ ყველა ათლეტი ერთად ერთ შეჯიბრზე გამოდიოდნენ. ეხა არის დაშვება ისეთი რამის, რომ მაგალითად ევროპაში არის 3 შეჯიბრი და ამ 3 შეჯიბრზე არიან გადანაწილებული და 3-3 ხდება. ეს რენდომ არის, რომელზე მოხდები არის, რომელშიც შენ რომელზეც გინდა რა, კვალიფიკაციას რომელზეც გააკეთებ იქ. ახლოს რომელიც აი. ანუ შეგიძლია 3-ვეზე გახვიდე. მაგალითად მე ეხა იცი როგორ მქონდა საფრანგეთზე უნდა გავსულიყავი, მადრიდში ტარდება და მადრიდის საკვალიფიკაციოდ გაკეთებული მქონდა, ვაი და აქ ვერ გავაკეთო, იქ უნდა წავსულიყავი, ამ შაბათ-კვირას ტარდება კაკრასე ეგ. და ან შეგიძლია 3-ვეზე ხო, 3-ვეზე გახვიდე რა. მაგრამ პირველი შანსი გამოვიყენე ხა ამჯერად. ეგრევე. ხო, და 2025-ში მათ ძალიან, ანუ პირველი 3 დღიანი შეჯიბრი ხო არის? პირველი 2 დღე და ბოლო შეჯიბრამდე ვიყავი
პირველი, მეორე, მესამე. და ერთ-ერთი ვარჯიში იყო რაღაც მეშოკით და მაგ ვარჯიშსაც ვიგებდი, ბოლო გამეორება მქონდა დარჩენილი რა, ეს მეშოკი უნდა ამეღო. 6 ჩაჯინო უნდა გამეკეთებინა და წავსულიყავი რა ფინიშის ხალხზე. ეს მეშოკი, ამ მეშოკთან პირველი მივედი რა. ეს მეშოკი ავიღე და ეს მხარზე რომ დავიდე. არ ვიცი რა მომივიდა და ეს უკან გადავარდისავით და ეს გადამივარდა უკან რა. ამ დროს ეხა ეს ჩემი კონკურენტებიც ხო წამომეწიან, ანუ ძალიან მოკლე ვარჯიში იყო და ანუ წამების ძალიან მნიშვნელოვანი. სანამ ეს ავიღე, თან არ ვიცი რა მომივიდა, დავიბენი შემეშინა, ვეღარ ვიღებდი ამ მეშოკს რა. არ ქონდა შეხება იქამდე მეშოკთან, ეს მეშოკით არ გივარჯიშია? მანამდე დარბაში მეშოკი არ მქონდა, შეხება როგორ არ მქონდა ეხა შეჯიბრებზე და რაღაცა, მაგრამ დარბაში არ მქონდა რა ეს მეშოკი. ანუ ესე რომ გათავისებული მქონოდა მეშოკის ვარჯიშები და რაღაცა არ მქონდა რა ესე. ან ჩავდიოდი შეჯიბრზე ვნახულობდი, ხო, აი მეშოკს ვაკეთებ რაღაც, მაგრამ ეს დარბაში რომ მევარჯიშე არა. მაგ ნახევარფინალების მერე მეშოკი ვიყიდე 45 კილო, 68 კილო, 90, ანუ რაც არსებობს, ყველა სტანდარტი ვიყიდე და ეხა იმენა, მაგრამ ეხა არ დამახვედეს მეშოკი. მეშოკისთვის დათხარ ეხა. წააგე, ანუ ეგ რო ყოფი მაგაზე. წავაგე. ვისაც უნდა გაესწრო რა, იმათ მაგარი გადამასწრეს და საერთო ჯამში მესამედან გადავედი მეოთხეზე. გულები აღარ მეყო რა. ეგ ეხ თავიდანაც ახსენე რა, ვჩქარობდიო. გახსოვს 24 წელს რო ყვებოდი. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რა. რომ რაღაცა შენი ტემპი იგრძნო, ისიც გაიაზრო ვარჯიში როგორი არის, შენი პლუსები, შენი მინუსები, ანუ მარტო ძალაზე არ არის ექსპორტი რა, ანუ ჭკუას უნდა გქონდესო, სტრატეგია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მენტალურ სიძლიერეს მაგ სპორტში. გონი სისხლის ყველა სპორტში ხა, მაგრამ ნუ მანდ სანამ იმ სპორტს არ გამოცდი და იქამდე არ მიხვალ, მანამდე ასე ვერ გაითავისებ რა. კი, ეხლა შეიძლება თქვა რომ CrossFit-ია და დიდი მენტალური ძალა უნდა, მაგრამ შენ ეხლა სანამ იქამდე არ მიხვალ და იქ ვერ დადგები, ვერ მიხვდები რამ ხელა მენტალური სიძლიერეს. ანუ ესე იგი ყოველი შემდეგი წელი იქნება უფრო ადვილი შენთვის რა მენტალურად, ანუ ისი რა ხდება და ეხლა წელს რო გავედი, ან ყველაფერი ზეპირად თვითონ, ანუ ყველაფერი მჯეროდა რა, რასაც გავაკეთებდი. ანუ ერთი წამითაც არ გამიფიქრებია რომ ეხა ამან ერთი წამით რომ გამასწრო ეხლა მაგალითად ამ რაუნდში მე ამას ვეღარ დავეწევი. ანუ ყველაფერი მჯეროდა რა ჩემი შესაძლებლობების. და ნიკო არის 26 წლის. ანუ ჯერ ყველაფერი წინ არის რა. ანუ ერთი აი ყველაზე ცოტა 5 წელი ხო არის წინ. მეტი აი ყველაზე ცოტა სულ. ჩემი აზრით პრაიმია ამ სპორტში, სადაც 28-დან 32-33 იმიტომ რომ წლამდე დავაგდები. კაცური ჯანი და რაღაცები რომ წამოგეწევა და ანუ ეგ ასაკი არის ყველაზე მაგარი, ხო. გამოცდილება რა ტვინი. გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს კი. სულ მახსოვს სკოლაში ჩვენ ახლა მასწავლებელი ყავდა და ხო იცი ისეთი ბავშვები რო არიან ხოლმე რა რომ მასწავლებელი ვიცი მე და დაფაზე ვერ მოუყვები რა. და ის მასწავლებელი ეგრევე აუქმებდა, ანუ ვაფშე ხო ზოგი აი რომ აი მე დარჩი ჩამაბარესი ძახდა, მაგრამ ერთი მასწავლებელი იყო რომ ეგრევე აუქმებდა, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს შენ რა იცი. თუ ამის წარმოჩენა არ შეგიძლია რა. რა მნიშვნელობა აქვს დარბაში როგორი სპორტსმენი ხარ, რა არანაირი აზრი არ აქვს რა. სადაც საჭიროა იქ თუ ან იმზადები რაღაცისთვის და მანდ თუ ვერ წარმოაჩენ თავს, რა მნიშვნელობა აქვს. ჩემ ტრენერი იზახდა მაგრად მაგაზე. გაგონილი გეკნება თეთრი ტრეკი, შავი ტრეკი აბანოში გამოჩნდება. სულ ეგრე, ანუ ის რა ტრეკი აქვს გამოჩნდება თამაშდებო, თორე ვიღაცები ვარჯიშზე ძალიან მაგრები იყვნენ. ხო. ალბათ შენც ნახე. სხვათა შორის არის კი ჩვენთანაც ეგრე, ნახე ჭირდება ჯერ კვალიფიკაციის გავლა რა. ამ კვალიფიკაციას გადიხარ დარბაში იღებ ყველაფერს. კი ვარჯიშებ ხარ რას შეგიძლია ყველაფერს აკეთებ რა. მაგრამ ზოგს უფრო მეტი შეუძლია ამ ასე როგორ თქვა, ფლორზე რა, ხო, შეჯიბრზე. და იქ მე წნეხს უფრო მარტივად უმკლავდება რა. მაგრამ ის ხალხი ვინც საკვალიფიკაციოს მაგრა აკეთებს, შეიძლება იქ ვეღარ აკეთებს. მე ხა პირიქით რა, საკვალიფიკაციოს დარბაში ასეც ვაკეთებ ხოლმე. ანუ პირველზე და რაღაცა ვერასდროს ვერ ვარ ხოლმე რა, ჩემ მაქსიმუმს ვერასდროს ვერ ვაკეთებ. იქ ბევრად მეც ვაკეთებ რა, მაგალითად ეხლა ვარჯიშების ტესტს რო ვაკეთებ და რამოდენიმე კვირით ადრე იდება ხოლმე რა ვარჯიშები. მაგალითად გავაკეთე ერთი ვარჯიში რაღაც 8 და 37-ში. შეჯიბრზე ერთი წუთით ადრე მაინც ვაკეთებ. ძალიან დიდი სხვაობა არის. ერთი წუთი ძალიან ბევრია. ხო, ძალიან ბევრი. რო ჩახვედი ახლა ამ შეჯიბრზე საფრანგეთში. აი რა ხდება უკანა ფონზე, აი ეს მომზადება როგორ მიდის, ხან ისეთი ხალხი ნახე, ეს ჰოპერი ვინც არის, ვინც ჩარშან მოიგო CrossFit გეიმები, ეგეც იყო შენთან ერთად. გააქვს ამ ხალხთან კონტაქტი, რა ხდება, მაინტერესებს. მეგობრულები არიან თუ აი კი, ძალიან მეგობრულები არიან. კი. ანუ ყველა ძალიან კაია, ანუ პიროვნულად ყველა ძალიან კაი ადამიანია რა. ანუ ანუ სპორტსმენი რო ხარ და მაგ ხელა დონეზე რო ხარ, ისე
ვერ იქნება მართლა დონეზე თუ პირველად აი ადამიანი არ ხარ რა. ანუ სპორტსმენი მარტო იმას არ ნიშნავს რომ მაგრა აკეთებდე ვარჯიშს. ანუ პირველად თუ არ ხარ, კარგი ადამიანი და კარგი სპორტსმენი, ისე ვერ მიაღწევ მაგ წარმატებას. ეხლა იქ ტოპში ვინც იყვნენ და ვერთანაც შეხება მქონდა. შეიძლება ყველასთან შეხება არ მქონდა, იმიტომ რომ მათ არის ჰიტები არის რა. პირველი ათეული, მეორე ათეული და ის და ძირითადად პირველ ათეულთან ხარ ხოლმე რა. ვისთან ერთადაც ვიყავი, ანუ ყველა ძალიან კაი ადამიანია რა. რამდენი ხნიანი იყო იქ ჩემპიონატი? რამდენი 3 დღიანი. 3 დღიანი. ხუთშაბათს იწყება ხოლმე რეგისტრაცია და ბრიფინგი და ასე შემდეგ. მე პარასკევს არის ხოლმე პირველი ივენთი, გრძელდება შაბათს და მთავრდება კვირას. კაი, სამგროს გეიმებამდე მივალთ. აი მანდ მაინტერესებს ამ 3 დღეში, ეს გადამულად 3 დღე გადამული არის, ხო, დასვენებები არ აქვს შუაში. არა. რას ჭამ აინტერესებს, როგორ ემზადები, როგორ ხურდები, რეკავერის როგორ აკეთებ ერთი ივენთიდან მეორემდე, მაგაში ვინ გეხმარება მაგის დაგეგმარებაში? რას შეჭამ, ეგ ყველაფერი შენ უფრო ისაა რა. ტიპს გააჩნია რა, როგორ იტანს. ზოგი რა უმეტესობა მაგალითად ან ტკბილზე არის რა. ბევრ შაქარს იღებს. ვარჯიშებს შორის ან მაგალითად შეიძლება დღეში მოგიწიოს რამოდენიმე ივენთი რა, 3 ივენთი ქონდეს. და ბევრ შაქარს იღებს. მაგრამ ეს ჩემზე კარგად არ მოქმედებს რა. რას გიშვება შაქარი? მუცელს ტკენს? ეს კი. ანუ ბერავს. ხო, ბერავს. ვა. ბერავს და მუცელს. ბრინჯი მაკარონი. მაკარონი არის ჩემი ფავორიტი. მაკარონი. ყველა. და სტრაფას ვიგინე რამე? ხო. არ ვიცი, შეიძლება მაგალითად რამე გამომცხარისავით ან რაღაცა პური ან რაღაც ეგეთი ნახშირწყალი მიიღო. მაგრამ ტკბილს მაქსიმალურად ვერიდები რა. ოფენს იღებ ვარჯიშს? ოფენს კი, აი ყავა. აი ენერგეტიკებს არ ხმარობ. ჩემი ენერგეტიკა არის ყავა. ანუ ყავას მე მირჩენია იცი რა. აი რო დალებენ ხო იცი და გული რო უჩქარდებათ რაღაცა. მე მირჩენია გული ჩემი თავი ჩქარო რა. მაგრამ ყავას რო დავლევ რაღაცა სიფხიზლეს მომცემს და მე მირჩენია ანუ ისე გავხურდი, ასე გავხურდი, რა დონეზე უნდა გავხურდი. 3 ივენთი თუ გაქვს 3-ის წინ ყავას, რა? კი. და ესპრესო ძლიერ ყავას. კი. უს არ გიჩქარებს. ანუ ეგრე ესპრესო არ მოქმედებს ეგრეში. არა, უბრალოდ სიფხიზლეს მაძლევს რა. ხო. ვა. ნერვულ სისტემას უაქტიურებს. უაქტიურებს. უბრალოდ მე რა რამდენად მაგას ვილაპარაკოთ, ცოტა ნერვული სისტემის გადაღლასაც იწვევს ბევრი კოფეინი. მაგრამ 3 დღე, ну ის სპორტის გეიმები რამდენი დღიანი არის? ეგეც 3 დღიანი. 3 დღე შეიძლება დიდად არ გადაღალოს. მაგრამ არ იყო ხოლმე 3 დღიანი. წინა წლებში ბევრი იყო ხოლმე, ხო? უფრო მეტი იყო ხოლმე. სადაც 14 ივენთი იყო ხოლმე და 5 დღეზე იყო ხოლმე გადანაწილებული. აი ძილს ახერხებ? ძილი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემთან ანუ არ არსებობს რამე დანამატი ან საჭმელი რომ ძილზე მაგრამ მოქმედებდეს რა. ეგ არ არსებობს არაფერი ხალხმაც იცოდეს რომ არ არსებობს ეგეთი დანამატი რომელიც ძილს შეცვლის. ღამეში მაგალითად სადღაც 7:30 8 საათი მაინც ძინავს და შუა დღეს საათ ნახევარი. ეს რაღაც სტრესი არ გაქვს, ღამე არ გაფხიზლებს მაგალითად. თავის არიელი გაქვს ხოლმე, მაგალითად აი მეორე დღეს ხო არ ფიქრობ ხოლმე რა იქნება. შეჯიბრებებზე, თავისუფლად გეძინა, შეჯიბრებზე როგორ არა კი. შეჯიბრზე ჩაძინება ცოტა ძნელი არის, იმიტომ რომ თან პირველი დღე რო არის, აი ეხა ეს კი გავაკეთე, მაგრამ მე რა იქნება, ის არ გავაკეთე, ეს არ გავაკეთე. რაღაცა იქ ფიქრები ეხა, რო არ ქონდეს, მართლა ის ხო არ ხარ, რობოტი, დებილი ხო არ ხარ, უნდა იფიქრო. ორგანიზმი და ეგ გამოცდილებას ეგეც ხვდები, გამოცდილება რო გაქვს, უფრო მშვიდად ხარ, მე ივენთიდან ივენთამდე უფრო მშვიდად გზინავს. ზოგი ეგ ტიპის არის რა, ეხა მაგალითად ზურა იაკობა ან ცნობილი იყო რა ყველა მაგასამოს, აი ფინალის რო ქონდა საჭიდაო, აი სანამ შევიდო ერთ საათში, თავი რომ მივიდო კიდეზე ეძინებოდა, წარმოიდგინე, 7-ად იყო, ყველგან ეძინა და ეგ არის შენ თავდაჯერებულებოდა რამდენად გჯერა შენი შესაძლებლობების რა. ხო და აი ზოგს ეს ტვინის დაცლა მარტივად შეუძლია რა. ზოგს არ შეუძლია საერთოდ ეგ დაცლა. ეგ იმასაც გააჩნია როგორი მომზადებული ხარ. ეხლა მე სამ შეჯიბრზე გავალ, ანუ 100%-ით უნდა მჯეროდეს რომ მე ყველაზე მეტი გავაკეთე ამისთვის რა, ყველაზე მეტად ვიშრომე და არაფერი არ დააკეთე. იმას დავაკელი და შეიძლება ეხლა იმაში მაჯობოს. მე უნდა მჯეროდეს ის რომ ყველაზე მეტი მე ვიმუშავე ამისთვის და მე უნდა გავაკეთო ეს. რაღაცა ის ტენდენცია თითქოს ყველა სპორტსმენს აქვს რომ არაფერი არ დავაკავ, მზად ვიყო რომ არაფერი არ დავაკელი. მაგრამ კითხვა რა არის, იცი რომ აი ამ არ დაკლების რაღაცა იმაში რა ვცდილობ რომ არ დააკლო, ზედმეტი ხო არ მოგდის რაღაც. მაგიტო გჭირდება სწორედ მწვრთნელი, ანუ ყველა პროფესიონალურ სპორტსმენს, ანუ რა, ვინც არ უნდა იყო, გინდა შენს აქტიური მწვრთნელი იყო. ანუ ვიღაცა გჭირდება, ვინც მაგას გააკონტროლებს. და მყავს კიდევაც ესეთი მწვრთნელი. ხო ეს დაცვლადია ყველაფერი რა, როგორ უძლებთ. ან მე შენს რაღაცნაირად
მწვრთნელმა შეიძლება დაგითვალოს, მაგრამ მე შენს როგორი ტიპი უნდა იყოს? ხშირად ჩემთან სპორტსმენები ასე დაღლილი ხوار ხარ, ეთყობა რომ დაღლილია. არა დაღლილი არა. ეგეც უნდა ღია იყო რა, ეხლა დღეს ისე გძნობ არ მეძინა. ხო, ყველაფერი ემოციურად ესე გადაღლილი ვარ. აი რა თქვი ნერვული სისტემა მაგ გადაღლილი. ხო, მაგალითად დაგიწერა პროგრამა რაღაცა, ეს ფეხებით ის წელი ისე ნავარჩი, მაგრამ ვერ წინა კვირის მერე ვერ აღიდგინე რა. უნდა უთხრა რომ ეს არა მაქვს აღდგენილი და შეიძლება შეგიცვალოს. შეიძლება რა აუცილებლად გამოცდილებას ენცად მოდის როგორც სპორტსმენი. ხა მწვრთნელი რა თქმა უნდა შეგიცვლის, მაგრამ შენ რო აღიარო, ხო, შენ უნდა აღიარო. ეს ხოდია რა. მაგას სწავლობ რა მე გამოცდილებასთან ერთადაც ხა თავიდან სანამ პატარა ხარ რომ ეს შესწავლასაც უშვებ რა. შეიძლება არ თქვა რომ დაღლილი ხარ რაღაცა კი. პირველ წლებში მე და ბექა როცა ვარჯიშობდა ხოლმე ქროსს პროფესიონალურად. ანუ აი ესე დავდიოდით, აი ზომბები ვით, იმიტომ რომ გადამწვარები ვიყავით ხოლმე. ანუ ძალიან ბევრს ვარჯიშობდით. თან უაზროდ. ხო. კიდე რა მაინტერესებს, იცი, ყინულის აბაზანებს იღებ ივენთებს შორის? რო უყურებდი ხოლმე, მაგრამ მომწონდა რა, რაღაც ივენთის მერე რო ყველანი ერთად მიდიოდნენ ამ რაღაც კასრებში. კი, თუ არ ხოლმე ვიღებ ხოლმე, კი. ზოგ შეჯიბრზე არა, მაგრამ ზოგან ეხა ამხელა დონის შეჯიბრზე არა. და ის მიყვარს ხოლმე კიდე, ჩემ რაღაც რუტინა მაქვს ხოლმე, აუცილებლად ივენთების შორის უნდა წავიდე სახში. ცოტა ხანი გავიწელო რაღაცა, თვალები დავხუჭო, დავასვენო გონება, რომც არ დამეძინოს, თვალები უნდა დავხუჭო და გონება, კი. ყურებში უნდა გავიკეთო რაღაცები, ხმა არ მესმოდეს, თვალებზე ჩამოვიფარო, გონება დავასვენო. ნერვულ სისტემას ასვენებს მაგით. კი, მე ავდგე ახლიდან გავემზადო, ახლიდან დავლიოს. ყავა ვითომ თავიდან ვიწყებ ყველაფერს. შევდივარ, ცივ წყალს ვივლებ. და გავდივარ ეგრევე შეშებს. კი. შეჯიბრზე რომ მივდივარ, უნდა იყოს სადაც გახურებამდე 5-10 წუთი დარჩენილი, რომ მალევე შევიდე და მალევე დავიწყო გახურება. ანუ რაღაც ეგეთი შენი რუტინა გააქვს. კი, ოღონდ ეხლა ჩამოვყალიბე რა ეს ბოლო პერიოდში. ადრე ეგრე არის. ადრე რო დავდიოდით ხოლმე შეჯიბრებზე, ამ შეჯიბრს რომ მოვშევოთ, იქვე ვრჩებოდით ხოლმე რა. შეიძლება არც გამოგვეცვალა და იქვე რაღაც ჟელიბონები ტკბილებისა და ამ დანარჩენ მონაწილეებს უყურებდით ხოლმე რა. და ეგ ანუ კიზი ხარ და ისვენებ, გაცლის ენერგიას მაინც. ძალიან გხლის რა ამაში. რა, კაცო უნდა ჩამოშორდი ხოლმე. აი ეს ხო ხმაური ისე ვის გარემო. ანუ უნდა წახვიდე, უნდა მოწდე და ვითომ ახლიდან მოდიხარ რა. ვაუ. ამდენი ხანი ვაპარაკობთ, რომ რამხელა მიღწევა არის ნიკოს მიღწევა ამ სპორტში. აი რამხელა მიღწევა. მე ხა შემდეგ კითხოთ, იგოს არა ლოგიკური არის, მაგრამ ნიკოც მუშაობს, ხო ხვდები? სამსახური აქვს. როცა არის პროფესიონალი ათლეტი, არ არსებობს ადამიანი მაგალითად, რომელიც ამ დონეზე მივა და ამავდროულად უწევს მუშაობა რა. მუშაობა მიწევს კი. მუშაობ დარბაზში, ჩემპიონთა აკადემიაში. პერსონალურებიც ყავს და თან მაქვს ერთი ჯგუფი. ისა ყოველ დღე, ისა დღეში ერთი საათი მაქვს დარბაზშიაც უნდა ჩავატარო. და დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული, რამდენს პერსონალურს ავიყვან რა. ხო, ხა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ მაინც ვარჯიშობს, მაგრამ ვერ ხვდებიან რომ როცა ვარჯიშობ ამდენს, როცა ამ დარგში ხარ სულ, ანუ შენის დამატებითი დრო კიდე მაგასთან აღარ უნდა ატარებდე, ანუ ხალხის ვარჯიში არ უნდა გიზევდეს კიდე რა. და ეს ყველაფერი საიდან გამომდინარეობს, ნიკო? იქიდან რომ არა, ანუ ხო, იმიტომ რომ არ მაქვს სხვა შემოსავალი რა. მივედით მაგამდე? ნუ უნდა მივიდეს იქამდე რომ ანუ რაღაცნაირად ვიღაცამ უნდა ცოტა გამოფხიზდეს და ხო, ანუ სხვა საფიქრები რო არ მქონდეს რომ საიდან ვიშოვო ფული მაგალითად რომ წავიდე შეჯიბრზე, საიდან აი ეს დეტალები კარგად გავიაროთ, აი მაგალითად აი შეჯიბრი რო არის შენ რო შენი ჯიბიდან გიწევს ყველაფერი, ეგეც გითხარი რა. ხო, ეხლა შეჯიბრი ტარდება ამერიკაში. ნიკოს ჭირდება მგზავრობის ფული. ხო, ჯერჯერობით არ მყავს არანაირი სპონსორი. და ეხლა ჯერჯერობით ვეძებ ყველანაირ სპონსორს. ეხლა მესმის რომ შეიძლება ვიღაც ერთმა კომპანიამ ამ ხელა ხარჯი ვერ გაწიოს რა, იმიტომ რომ მაგათ ხო მთლიანი წლის აქვს რაღაც გაწერი. რაც არის აუცილებელი ერთი იყოს რა? ხო და გულისხმობ მაგას რომ შეიძლება ეხლა რამოდენიმე კომპანია გამოვიდეს კონტაქტზე და მაგალითად ცოტა ყველამ რაღაცა გააკეთო. ანუ ჩემთვის ეს ძალიან დიდი ის იქნება. ო თუ არ და ანუ ამისთვის რომ ამ სოფლიო ჩემპიონატზე CrossFit Games-ზე წავიდეს, იქამდე უნდა იმუშაოს X რაოდენობა, რაც იქ პერფორმანსზე ეხლა გინდა თუ არ გინდა აისახება. აისახება აუცილებლად კი. ან ვარჯიშის მერე მუშაობა თითქოს შეიძლება დაждდე და უყურო რა, ეხლა უთხრა უკან ნახო რა უნდა გააკეთოს, მაგრამ გჭირდება რა ფსიქოლოგიური დასვენება. შენ ხარ ხა პირველი ქართველი, ვინც გავიდა ამ შეჯიბრზე. ხო? კი. რას ფიქრობ, აი რა აკლია საქართველოს? ინფრასტრუქტურა აკლია, აი დაფინანსება აკლია, მწვრთნელები აკლია, რა აკლია იმისთვის, რომ ბევრი ქართველი მოხვდეს მაგ ჩემპიონატზე? პირველ რიგში აკლია პოპულარიზაცია, ხო? ეგ აკლია, იმიტომ რომ
არა რა, ამ სპორტში ახლა მაგალითად მოდი მე დავიწყებ CrossFit-ს და გავხდები დიდი სპორტსმენი, ანუ ვერ გახდები, იმიტომ რომ არავინ არ გეხმარება რა. ანუ ყველას ხო შეუძლია ასე დადგეს და თავისით მიაწვეს და ეს ერთი დღე მაგალითად რომ ვერ წავა მაგალითად შეჯიბზე, ერთ შეჯიბზე ვერ წავა იმის გამო ფული არ ქონა ან რაღაც მსგავსი. კიდე მეორე დღეს ისევე იმ мотивაციით გააგრძელოს ვარჯიში, როგორთაც აქამდე ვარჯიშობდა რა. ესმის. ხო და ანუ არ ყავს ისეთი როგორ თქვა პატრონისავით რა. პატრონი არ ყავს. პატრონი არ ყავს. ბევრი რაღაცაშია. ყურადღება მიაქციოს ამ სპორტს რა. მაგალითად ხო რა, სპორტსმენს არ უნდა უწევდეს ახლა იმაზე ფიქრი, რომ როგორ წავიდე შეჯიბზე ახლა, როგორ ვივარჯიშე და როგორ შევჭამო მაგალითად ახლა ეს რომ აღვიდგინო. და ასე შემდეგ რა. ნებისმიერი სხვა ქვეყანა წარმოიდგინე იგივე პრობლემა, ანუ ხო წარმოუდგენელია. იგივე პრობლემა წარმოუდგენელია. ანუ ყველა ქვეყანაში ჩემნაირი დონის არა, უფრო დაბალი დონის ათლეტიც ანუ ყველა სპონსორი ცხოვრობს. კიდე ხაზი გავუსვათ რომ რა ანუ ეს არის ტოპ ამაზე იქე ტურნირი არ არსებობს. ანუ ეს არის 30 ათლეტი, ანუ სოფლიოს საუკეთესო. სოფლიო ჩემპიონატია ჩათვალე ყველაზე მაგარი ათლეტებს, ანუ ამის იქით აღარ არის ამ სპორტში არაფერი არ არის რა. და რა ქშია ესეთი ნიკო რომ ყველაფერს აკეთებ. ანუ შენს თქვი, ანუ რა შიგინა რა ის წევაგი. ხო, არ ვიცი, მაგრამ ყველაზე დიდი პლუსი ახლა რაც მე მაქვს. ანუ არ არის რომ მაგალითად რაღაცა ძალიან დიდ წევან რაღაც ან საუკეთესო ვარ ტანვარჯიში. ყველაზე დიდი პლუსი ჩემი აზრით, ჩემში რაც არის სიჯიუტე რა. ანუ რაც მაქვს მიზანად დასახული თუ არ წავიღე, ბოლომდე თუ არ მივიტანე, არ შემიძლია, ანუ ვერ მოვისვენებ რა, ღამე არ დამეძინა. მენტალური მდგრადობა არის. მიზანი რა არის? ჩემი მიზანი ახლა ის რომ საბოლოო. ნუ ეხა არ ვთქვათ ამ ივლისის მიზანი შეიძლება იყოს რომ მითხარი. ჩემი მიზანი არის რომ ყოველწლიურად გავდიოდე გეიმებზე. ანუ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყოს რომ გეიმებზე გავდიოდე და ვიყო ტოპი რა იქ. ამ შეიძლება ეხა პირველზე ვერ გახვიდე ან რაღაცა, ანუ მაგას ჯერ სანამ იქ არ გავალ ვერ მივხვდები, ანუ რამხელა მოვლენა იქნება. მაგრამ ჩემი მიზანი დღესდღეობით არის რომ გავდიოდე ყოველთვის გეიმებზე და ვიყო იქ ტოპი. ანუ პირველზე გასვლა წარმოვიდგინე, ანუ სოფლიოში ხარ პირველი ყველაზე ფიტ ადამიანი. ანუ ურთულესი არის რა. მithumetes ვახსენეთ ჩვენ სხვანაირი სისტემაა ხა, არის 30 კაცი, ანუ 30 საუკეთესო კაცი და მანდ უფრო ალბათ რთული არის არა ეგრე. კი, ანუ წარმოვიდგინე ხა რომ აქ ხა ნახევარფინალებზე მაგალითად მოხვდა 40 კაცი, მაგრამ ამ 40 კაციდან 40-ვე ტოპი არ არის რა. ხო. შეიძლება იყოს მაგალითად 20 კაცი ტოპი და ამ 30-ვე ტოპი არის იქ რა. იქ 30-ვე ისა. ანუ წარმოვიდგინე 30-ვე ის სამეული არის, ვინც ხო, ვისთანაც აი ესე გაქვს, აი ესე უსწრებთ ერთმანეთს. მაგრამ შენ გახვედი მესამეზე წინა წლის სოფლიო ჩემპიონთან ერთად რა. ანუ ეგ დიდი ის არის რაღაცა. და წინა წლის ევროპის ჩემპიონთან ერთად ევროპის რა ამ ტურნირის ჩემპიონთან ერთი ქულა მქონდა სხვაობა. ანუ მეორეზე რო გავსულიყავი, ვინც გავიდა ხა მეორეზე. ერთი ქულა მქონდა სხვაობა. მეოთხესთანაც ახლოს იყავი არა? არა, მეოთხესთან შორს იყავი? ხო, მეოთხესგან დაახლოებით 40 ქულა მქონდა სხვაობა. და ამასთან ერთი. ხო, იმასთან ერთი. ანუ ეხლა რო ვახსენეთ, ესე იგი, კრენიკოვი კიდე არის ის რუსი. რუსი არა, კრენიკოვი. რუსი რა, და იქ თუ ამერიკელი გახდა. ამერიკელი გახდა, ხო, მაგრამ რუსი არის ხა მაგას ვინ წაართმევს რუსობას. უბრალოდ ხო, ამერიკაში წლები უკვე ამერიკაში ცხოვრობს, ამერიკული ის პროგრამაში არის. ხო? და დროშაც რუსული არ აქვს რა, როცა შეჯიბრებს ამერიკული დროშა ახლა. უფლებას არ ქონდათ ერთი პერიოდი არა, მე მგონი ეხაც ხო, შეზღუდული. რუსები ვერ გავლენ გეიმებზე. ადლერი არის ხო კიდე? ადლერი რა. არ არის ადლერი? კი არის, მაგრამ არა, ნუ ფავრიტები ერთ-ერთი. აი მაგრები ვინ არიან, მაგრები ვინ ხართ? ფავრიტი ხო, კი, ადლერიც არის, ერთ ჯეიმსი არის, კიდე ახალგაზრდა არის. ახალი ტიპი? ხო. ახალგაზრდა არის. ერთხელ მოიგო გეიმები, სხვათაშორის ის ბიჭი რო გარდაიცვალა. იმ წელს მოიგო მაგან, კი. ნუ პროსტა ისე გადაფარა. ერთი გეიმის მოგება ხო. ანუ ისე გადაფარა და თან იცი როგორი წელი იყო, ზოგი ათლეტი გამოეთიშა მაგის გამო, მე ზოგი ძალიან ისე ვარჯიშობდა რა, დაღვრები და არ ქონდა რა მუღამი მაგეიმების მოგებას, მაგრამ მაინც ეხა მაშინ სხვა მრატო ვერ მოიგო, თუ მუღამი არ ქონდა, ანუ რაღაც მუღამი ქონდა ეხლა. ვიღაცები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ეხლა მაინც და ამან მოიგო.
მაგრამ ისეთი გეიმები ვერ მოიგო, როგორც ეხა მაგალითად ამ ჰოპერმა მოიგო, მაგალითად ადლერმა მოიგო. ჰოპერის მეიჰემში არის ჰოპერის? არა. ის თავის პონჩი არის რა, თავის კიდე იყო ის მედეიროსი იყო, ხო? მედეიროსი სხვათა შორის ეხა წინა კვირას ქონდა ნახევარფინალები ავსტრალიაში ასტორიან პროტარდება და მათ ვერ მოხდა სამკაცში. ვაუ. ის წარმოგიდგენთ რო უყურებდი ანუ ტანზეც კი ისეთ არაფერი არ ეთყოდა, მაგრამ იგებდა რა მაგრამ. მაგარი. ორჯერ აქვს ზედიზედ მოგებული. ძალიან მაგარი არის, მაგრამ ვიზუალურად რო შეგიხდა, ანუ ვიზუალით ვერ შეაფასებ ვერაფერს. ანუ ძალიან მაგარია, მაგრამ ანუ ფრეიზერის ხო მაგარი იყო, მაგრამ ეხა ჩემი აზრით ამ დროში ეხა რო ყოფილიყო, ანუ ისეთი მაგარი ვერ იქნებოდა, ანუ როგორც ყველა ივენტზე რო იგებდა რა, ანუ ეგეთი დრო აღარაა ეხა. მეტი კონკურენცია, ანუ ეხა ძალიან დიდი კონკურენცია რა. ყველაფერში ხო. ფრეიზერი და ის იმენა ჩაგრავდა ხალხს, კი, ხალხს ჩაგრავდა და ეხა ეგრე ვერავინ ვეღარაა. ანუ ვერ იტყვი რომ ანუ ეხლა ეს მოიგებს ამ შეჯიბს. ანუ ყველაფერი შეიძლება უკვე მოხდეს რა. რამდენი ხართ მაგალითად ისეთი ვინც პირველად გავიდა, ეხლა ხო არ იცი ამ იმაზე მაგალითად. ჯერ არც დასრულებულა რა, ჯერ მარტო სადღაც ალბათ 7-ნი ვართ ვინც გეიმებს გავედით უკვე. ვინც გეიმებს ხო ისეთი ვინც აქამდე ნაყოფი არ არის. არა, ზოგადად ვიძახი. ნაყოფი ვინც არ არის ჯერ მე ვარ. მარტო შენ ხარ დანაც ხო. ან 7 კაცი არის ვინც გავიდა ჯერ წარმოიდგინე. ხო, ყველაფერი მეშლება, კი. ნუ ხო, ანუ ჯერ ხა ამ შაბათ-კვირას სტარტდება 3 ნახევარფინალი, 2 ამერიკაში და 1 მადრიდში. და თუ არ ვსწევი ამის მერეც იქნება 1 და მერე იქნება ონლაინ ნახევარფინალები. ონლაინ ნახევარფინალებამდე აი ჩემი ყველაზე ის იქნებოდა რა ქვია. ჩემს ყველაზე კატასტროფა იქნებოდა მანქანები რომ ვისულიყავი რა, ანუ ამ შეჯიბრებიდან რო ვერ გავსულიყავი, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ან ონლაინ, ანუ ეს დარბაზში რო გადავიღო და ვივარჯიშო, ხო, ვერ ვდებ კაი შედეგს რა. და ის ბრალი რას ფიქრობ? არ ვიცი, აი ალბათ აი ეს ვიღაცას რომ მაწובה აქედან იქიდან ალბათ უფრო ძლიერდები, უფრო მეტად აი ეს ადრენალინი ალბათ. ის ხო რომ ეგ გარემო ძალიან მიშვეული ხარ მაგ გარემოს და აი მაგ სხვა დარბაზში რო გააკეთო სხვა ქვეყანაში მგონია რომ უფრო ჩააჭირო. კი, აი შეიძლება ეგეც იყოს რა. მე ჩემ დარბაზში ყველაზე ნაკლებად ვარჯიშობ კარგად იმ სხვაგან მისჩევნე ვარჯიში, იმიტომ რომ იმედენად 24 საათი იმ გარემოში. თან რო იცი რომ ანუ ყველაფერი ერთნაირი გაქვთ. ეხლა მე ჩემ დარბაზში რაღაც კი მაქვს ეხლა 20 კილო შტანგა რაღაცა, მაგრამ იმისნაირი არ მაქვს რა. ანუ ყველას თავისი რაღაცა აქვს. ანუ რო იცი რომ ყველაფერი ზუსტად ერთნაირი გაქვთ. აი სხვა არის რა. ისი რა მანდ თავარია გახვიდა და დანარჩენი არის აი სადაც მიდიხარ იქ გამოჩნდება ყველაფერი რა. ეხა კალორიებს ითვლი, თან შემწვრთნელზეც გითხარი, საიდან გაიცანი, როგორ გეხმარება, ვინ არის? ხო, ეს მწვრთნელი გავიცანი 2024-ში პირველად რო გავედი ნახევარფინალებზე, ანუ აქამდე მწვრთნელი არ მყავდა რა, ვარჯიშობდი ჩემით. რაღაც პროგრამას ვყიდულობდით და ეს ზოგადი პროგრამით ვარჯიშობდით. მე ამ 24 წლის მერე მივედით ერთ-ერთ პროგრამასთან. აქამდე Instagram-ზე ყავდა რა ერთმანეთი ისედაც რა, მეც უყურებდი ამათ ვარჯიშებს და რაღაცა, მომწონდა რაღაცა. და იმათაც ყავდი რა, მიყურებდი, მაგრამ ჩემზე რას ფიქრობდნენ, ახლა არ ვიცოდი. და ამის მერე მივედით. დაველაპარაკეთ რომ გვინდა შენთან ერთად თქვენი პროგრამით ვარჯიში და მაშინ შემომთავაზეს რომ შენაირი ათლეტებისთვის ვინც ესე ნახევარფინალებზე გამოდის, უფასოდ ერთ-ერთზე დაგინიშნავთ მწვრთნელს და ნახოთ როგორ გავაგზავნებთ ერთ-ერთობას რა. კვებაში გეხმარება ეგ? კვებაში არა. არ გეხმარება. უბრალოდ კვებაში, კვება ეხლა რო გითხრა, განსაკუთრებული კვება მაქვს და რაღაცას ვითვლი. ჩადი ჩაუ. ვიცი უბრალოდ რა მერგება ვარჯიშის წინ, რა მერგება ვარჯიშის მე, ანუ როგორ გძნობ კარგად თავს ვარჯიშის წინ, მაგალითად ჭამე მაკარონი, ვიცი რომ კარგად ვივარჯიშებ. რა. შევჭამე ვარჯიშის წინ რაღაცა ძალიან ცხიმიანი, ვიცი რომ ვერ ვივარჯიშებ. და მარჯამ. ანუ ყველაფერი ზეპირად ვიცი უკვე რა, რა მწყენს, რა სუბუქად, რის მერე სუბუქად ვარ და ასე შემდეგ რა. დანამატები? დანამატებს კი ვიღებ. პროტეინი, კრეატინი იღებ დანამატებს. პროტეინს არ ხა ისე რა, თუ გაკლდება ცილა. ხო, თუ მაკლებ, ხო 1000-ში ერთხელ, მაგრამ უფრო ვიტამინები და აღდგენი და ეგეთი რაღაცები. ჩემი ყველაზე დიდი ის არის, რომ აღდგენა მქონდეს რა. ანუ რაც უფრო მეტ აღდგენ რაღაცას მივიღებ, უკეთესია ჩემთვის. ხო, მაგრამ ხო რა ხალხს არ ეგონოს რომ ეს აღდგენიერი ყველაფერი თუ არ გძინავს არაფერს აზრი არ აქვს რა. ეგა, ყო. მაგიძინოს. ხო, წეგან რაც თქვი რა, ანუ ვერაფერი ვერ შეცვლის ძილს. უბრალოდ რაღაც, ანუ დანამატი მაგიტო ქვია რომ ეს დამატებითია. ანუ მნიშვნელოვანი არის ეს ძილი პირველი, ეს არის დამატებითი ამის. ხო, ეხლა სპორტში ძალიან აქტუალურია და კვება რა.
ვისაც უყურებ ხა რაღაცა ტოპ სპორტსმენებს, ყველას ყავს თავისი ნუტრიციოლოგი, ზუსტად იცის რამდენი უნდა ჭამოს, მით უმეტეს შენი სპორტი ისეთია, რომ ძალიან მრავალფეროვანია, ბევრ კარდიოს ეკეთებთან ძალიან ბევრ კალორიას წვა ყოველ დღე. ხა შენ რო დეფიციტში იყო, დეფიციტი არა, ჩემთვის თავარი არის, რაც შეიძლება მეტი ჭამო. რაც შეიძლება მეტი ნახში წყალი, ცილა მივიღო და უჯრედისი. ისე ფიზიკურად ტრავმის მიმართ როგორ ხარ? მდგრადი ხარ? ხოძე გაქვს ყველაფერი? კი, სახსრები, უხლები, კი, ხა ჯერჯერობით ყველაფერი კარგად. ანუ რაღაც ისეთი პერიოდებიც ქონა, რომ რაღაც პატარ-პატარა ტრავმები მქონდა და მაწუხებდა. ან ყველაზე დიდი ფეხი რომ მოვიტეხე, ხა ეგ იყო რა. როგორ მოვიტეხე ფეხი? ფეხი მოვიტეხე ამერიკულ ფეხბურთზე. რა დავანებე თავი ამერიკულ ფეხბურთს 20 მე ხო დავიწყე CrossFit პროფესიონალურად და 2022 წელი იყო რომ რაღაც თამაში იყო ისეთი რომ კაცი აკლებოდა სავით რა ანუ ხო რა შემოთავაზო ერთი თამაში დაგვემატეო რა ანუ ფეხბურთსაც რო თამაშობდი მადაც კარგად გამომდიოდა რა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ვიყავი მადაც და ერთი თამაში დავემატე და მაგ ერთ თამაშიც მოვიტეხე ფეხი სად მოიტეხე რა მოიტეხე კოჩი მოვიტეხე მაგრამ ოპერაცია არ დამჭირდა კიდე გაწუხებს ახლა რამეზე ეს არა მაგრამ ერთი წელი ძალიან ვიტანჭი რა ერთი წელი ყესებზეც რაღაც დაიზიანო ყესები ხო რა სანამ მე ეს ხო გაქვავდა თუ ჩაიჭედა რაღაც სანამ ისევე მობილურობა აღიდგა და აი ჩაჯდომისას რაღაცა მაგალითად რო ჩავდიოდი ხოლმე აი რაღაც სულ აქეთ ფეხზე გამოდიოდი ხოლმე მაგრამ ეხა ციციაში ვატყო აი მაგალითად ლახტი მაქვს ხო აი ძალიან ბევრი ლახტის მე მეორე დღეს მარჯვენა ფეხი მაქვს დაჭიმული მარცხენაზე არაფერი არ მჭირს იმიტომ რომ სულ მარჯვენათი ხტუნაო ჩვენ ხსანამ დავიწყეთ მე და ნიკო ლაპარაკობთ და თვითონაც მითხრა რომ აი ეს ტრავმები პირიქით უფრო მაძლიერებდა რა ეხა ფეხი რომ მოვიტეხეო მე ზედატანზე გავაკეთე აქცენტი და რაც სულ გეზარებოდა ალბათ თან თავს არიდებდი იმაზე დაიწყე ვარჯიში და აი მაგალითად ფეხი მოვიტეხე და ორი მითხრას ორი კვირა უნდა იწვევო უეჭველიო როგორც კი ავდექი ეგრევე წავედი დარბაზში და დავიწყე ზედატანის ვარჯიში ტურნიკი ეს სენსენს მუშაფები ანუ ჩემ ცოტა სუსტი მხარე ასე ვთქვათ არის აი თავს ზემოთ მოძრაობა რა ანუ ითიშება უკვე და ანუ ვერაფერს ვეღარ აკეთებ რა რაგინა რო ხნა რა ალბათ გენეტიკურად ეგრეა რომ სუსტი მაქვს ხრები დავიწყე უკვე მაღაზე ვარჯიში რა და ანუ საგზნობლად მომატებული მქონდა ამის ანუ გამოიყენა სათავე ანუ ჩემი ძლიერი მხარე ანუ ფეხები მაქვს ძალიან ძლიერი ფეხები ძლიერი ანუ თვითონ წონების მხრივ ძლიერი გინ წონის მხრივ და გინ კარდიომანქანებზეც რა აი მაგალითად ჩვენ ხო არის ნავი და ეს ველოსიპედი ერგი აი მაგაზე ან ფეხების ხარჯზე აი ერთ-ერთ ტოპ შედგებს იმაზე რა ქვია CrossFit-ში. ვაუ. გახსოვს ერთი ივენთი იყო რო უერებზე რომელი წელი იყო რა ძალიან დიდი ხანი 4 საათი რო აკეთებდნენ. მარათონი გააკეთეს 42 კილომეტრი. ციგიჟე იყო ეგ. ზოგი არ იქნებოდა მზად მაგისთვის. არა. წელსაც მგონია რაღაცას ერთ შემოაგდებენ როგორც ის ლახტი იყო. რო იმენა დაიბნა. არ საიდა რო გამოვაჩინეს ხო? მე მაგაზე ხა მაგას პირველად მეც ვერ ვაკეთებდი, მაგრამ მაგის მე ხა ვიციო სადღაც შემხდება და დავიწყე მუშაობა ეხლა. მოგამე ეგ არის მანდ რო უცებ რო ეგეთ რამე შემოაგდებენ ადაპტაციის უნარი კონდეს რომ მალე აითვისო. ანუ ეს ფიტნეს ნიშნავს რომ ანუ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, ანუ ყველაფრისთვის ის უნდა მომზადებული უნდა იყო რა, ყველანაირად. ანუ არ უნდა დაიწყო ვარჯიში ორი კვირით ადრე ამ ვარჯიშებისთვის. ანუ შენ მზად უნდა იყო, მაგრამ ამ ორი კვირით ადრე უნდა გაიარო უბრალოდ ეს ვარჯიშები. დაახლოებით რამდენი ხით ადრე გაიგებთ ახლა რა იქნება? დაახლოებით გავიგებთ ალბათ 2-3 კვირით ადრე. 3 კვირით ადრე. ხალხსაც რო უთხრათ, ანუ ივლისის 21-ში ხო? 24-დან 26, 25, 26 იქნება ჩემპიონატის. აბსოლუტურად ამერიკის დროით რომელზე იქნება ნეტა? ეგენი ყველაფერი იქ რო ჩავალ მე მეცოდინება და თან ჩემ ინსტაგრამზე დავდებ უკვე დროებს რა ჰიტში ვიქნები რა დროს მექნება და საქართველოს დროით და ასე შემდეგ. ნიკო გამოიწერეთ ისე იმიტომ ნიკოს რო გამოიწერეთ მე სპონსორიც ხوانერად შეხილავს რა. გაუმწერია რა და გამოიწერეთ. ოჯოლი გამოწერები ჭირდება ხო ეხა რო ხო ხალხმაც ხო იდეაში სპონსორებსაც ჭირდებათ რომ შენ თავი მიყიდო რა. შენც ახლა ნუ ჩვენ ახლა დიდი ხანი არ გისნობთ, მაგრამ მაინც არ გეტყობა რომ ისეთი ტიპი ხარ ხო ხდები ნუ ინფლუენსერო და რაღაც არის შენი რაღაც არა შენი აი ხა ძალით ვერ იქნები აი შანსი არა. ვერ იქნები ხო. მართალი ხარ ვიღაც უნდა იმუშაოს მაგაზე რომ შენ პოპულარული გაგხადოს. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ვინც მუშაობს მაგაზე და ჩვენ შევეცდებით რომ ბევრმა ხალხმა გნახოს უფრო რა. კი.
ჩვენ მაქსიმუმი ჩვენს რო გითხრა რომ მილიონობით ადამიანი გვიყურებს არ არის რა, მაგრამ ვიცი, თქვენ მე ამ გადაცემას უყურებ ხოლმე რა, სულ უყურებ ხოლმე და ძალიან კაი საქმეს აკეთებთ, რომ ესეთ სპორტსმენებს, მაგალითად რომ შეიძლება სულ არ იცოდეს ხალხმა, მოდიხართ ელაპარაკებით, აცნობთ ხალხს. თან საინტერესოა ვინ როგორ რას გადის, იმიტომ რომ მე ბევრი არის ხოლმე Instagram-ზე გვწერენ ხოლმე ბავშვები გვწერენ პატარა სპორტსმენები, რომ აი შეიძლება სულ არ იცოდეს პატარა სპორტსმენმა, რომ მაგარ ხოძე იყოს და პირველად რომ სტრესს დაეჯახება, მაგალითად სასაჯიბრო სტრესი რაც არის რა, როგორც გზნობს თავს, გონია რომ მარტო თვითონ დაიმართა ეგეთი რაც. არა და ყველა სპორტსმენს რო ეს აქვს და ყველა მოსამართზე გადაბიჯება რო უწევს, ეგ არიციან. ისიც შეიძლება არიციან, რომ ვიღაცას საქართველოსთან შეიძლება და მანდ გასვლას. როგორც ჩვენ ახლა ფეხბურთში შევძლებთ სოფლიო ჩემპიონატზე გასვლა, ვიღაც ევროპაზე ბოდიში, ვიღაცის წარმოუდგენელია, რომ CrossFit-ზე ვიღაცა, მაგრამ აი აგერ, ხო ხედავ, ანუ შესაძლებელი ყველაფერია რა. თუ იუარჯიშებ, მოინდომებ, ყველაფერი შეგიძლია გააკეთოს. თავარია ჯერ დაისახო მიზანი რა და ჯერ შენ უნდა დაიჯერო, თუ არ დაიჯერე რა, ანუ რისთვის უნდა ივარჯიშო. პირველი არის რომ ჯერ შენ დაიჯერე რომ შეგიძლია და მე უნდა გააგრძელო ვარჯიში ამისთვის. თან ზუსტად უნდა იცოდე რომ გინდა. კი. მაგას ხშირად ვაწყდები ხოლმე როგორც ეს სურვილის დონეზე ბევრი რაღაცის სურვილი. სურვილი მეც მაგ ძალიან ბევრი რაღაცის სურვილი მაქვს, მაგრამ მინდა სხვა არის რა. აი გინდა რო გითხრა დაჩი ქშია რა, ეს გინდა შენი ცხოვრება. ეხა სხვა მიზანი არ გაქვს, სხვა პრიორიტეტი არ გაქვს, ეს არის შენი ცხოვრება რა. ჯერ არ ვიცი ცხოვრება როგორია, იმიტომ რომ აი წარმოვიდგინე რა ეხლა ეს წლები 6 წელი 26 წლის ვარ და ეხლა 20 წლიდან ამას ვაკეთებ რა 20-21 წლიდან. გაიღვიძე, ივარჯიშე, იმუშავე, დაიძინე, ივარჯიშე, იმუშავე. ხო და შენი კვირა რო გითხრა, ორი ვარჯიში როგორ განაწილებული, ძალვაზე როგორ ვარჯიშობ, აი ისე რა, რომ მონახაზი რო ჩემი ვარჯიში არის ყოველ დღე ვარჯიშობ. უბრალოდ, ნახე აქედან 5 დღე მაქვს. ძალიან დატვირთული, მაგალითად 2 სესია დღეში. და 2 დღე მაქვს ცოტა ისე, ანუ კვირა მაქვს ხოლმე აქტივ რეკავერი, ჩემპიონში კარდიო რაღაცა და ხუთშაბათს მაქვს ხოლმე თლად აქტივ რეკავერი არა, მაგრამ უფრო ნაკლებად წონებით და მაგალითად დღეს ხუთშაბათია და მქონა კუსტბაზე თრეილრანი რა. რამდენი კილომეტრი იბინე? აი რა. იბინე 10 და რაღაც. აი გაშენს ლაითი ხო ვიღაცას ეგ და ესაა ჩემი მაგალითად დასვენების დღესავი რა. პირად ცხოვრებას როგორ უთავსებ მაგას? ეგ ზუითხარ. არა, ეს ცხოვრება არ არის. რა პირად ცხოვრება? არ გაქვს. არ გაქვს. ხო, ანუ სახში ვერ მხედავენ. ვენატრები. შეყვარებული ცოლი. შეყვარებული მყავს, კი. შეყვარებულს ვერ გხედავს. შეყვარებული კი ჩემთან დადის ხოლმე დარბაში და ხედავს. თვითონ მოდის. დარბაში გაიცანი? შენ შეყვარებული ხო. სხვაგან სხვა შორს წინა წელს რო იყო Red Bull Gym Clash-ი, აი მათ. აი სხვა დარბაზიდან იყო რა. სხვა დარბაზიდან. კი, სხვა დარბაზიდან. ისე ხედავ? ეგა, ანუ ესმის შენი ყველაფერი ესმის რა. კი, ძალიან გორჩი მიდგას ყველანაირად. აი სხვა ხოც ვერ გაგიგებს, ანუ ბევრი ადამიანი ვერ გაიგებდა რა. კი, ახლა შეიძლება ვიღაც იყოს რომ აი რატო არ მაქვს ყურადღებას რაღაცა. ამას ყველაფერი ესმის და ანუ პირიქით იმენა გორჩი მიდგას და თვითონაც რაღაც ბევრ რაღაცას აკეთებს რომ მე დავისვენ და ჩემი საქმე მაგან გააკეთოს რა. ძალიან მაგარია. მაგალითად აი სხვა ვიღაც სპონსორების მოძიება მიწერა რაღაცები მაგაში. მაგარია ძალიან. გუნდი ეგარია რა, გუნდურობა მაგას მნიშვნელოვანი. ძალიან მაგარია რა. მეც რაღაც პერიოდი ვიცხოვრე ეგრე, რომ ძილი ვარჯიში, მაგრამ მე სიამოვნებას ვიღებდი მაგით. შენს მაინც არა, ანუ ხანდახან არის რომ გეზარება. მაგრამ მაინც ეგ რუტინა, ის ძალიან სიამოვნებაა. ეგ სიტყვა მოგებული მაქვს. არ უნდა დამეზაროს არასდროს არაფერი. მეზარება ანუ შეიძლება რაღაცა გავიფიქრო რაღაცა, მაგრამ არ ვიცი ეგ სიტყვა რას უნდა ვსიო, წავედით. ავიდე ბოლომდე გაზი ეგ ბოლომდე მიჭერილი. ჯიუტი არის, ხო, ალბათ საჭიროა რაღაცა. ხო რა. დონეზე რომ მიხვიდე საჭიროა ეგრე რა. დღეს ეხა ცუდი ამინდია, ხო, აბსურდზე ვაპარაკობთ ხო რა. არა უშავს ეგ. ახლა გაიხსნე რაღაცა გაატრიალებ ველოსიპედს მოიხოდები. კიდე როგორ გითხო, ანუ შენ აი ცხოვრებაში აი რო გავაწლები, თქვა ამ სპორტის მერე არც გიფიქრია, ხო რა ხდება? რა გინდა ცხოვრებაში ბოლოსკე საიტი მიდიხარ? ალბათ რავი, ასე რაღაც სპორტული კუთხით. ანუ მე მეცნელი იყო, მე უფრო ისე შენ ხო რა, მაგალითად ჩემი დარბაზი მქონდეს ან რაღაც, ანუ ამ კუთხით მინდა რა. ანუ ჯერ არ შანსი, იმიტომ რომ ჯერ შანსი ეხა. ანუ სპორტი ძალიან მაგრამ მიყვარს რა. უეჭველი რაღაც სპორტში ვიქნები, მაგრამ ჯერ რა ვიქნები ამ სპორტში არ ვიცი.
პატარა ბლიც კითხვები არ გაუშვათ ჯერჯი? გაუშვათ ბლიც კითხვები. სნეჩი რამდენი გაქვს? 130. 10. 130 კილო სნეჩი. აკურა არის. თუ 1000 არის. რომელი მოძრაობა გიყვარს ყველაზე მეტად? ნუ მოძრაობა რა. ყველაზე მეტად ალბათ რამე რომელი მიყვარს არა, რომელი გამომდის კინა ეკითხა. აი მაგალითად ვოლბოლი ხო, იცი? ხო. ეგ შემიძლია, აი გაუტეხავთ, ვაკეთოთ მთელი. მაგრამ არ მიყვარს რა, მაგრამ სიყვარულით ალბათ მიყვარს რინგმასტელაფი, იმიტომ რომ რაღაც ჩემთვის ლამაზია და გიმნასტიკა ხო. საერთოდ ტანვარჯიში უფრო მეტად მომწონს ვიდრე ძალისმიერი ვარჯიშები რა. და აქედან ეს რინგმასტელაფები ძალიან მომწონს, იმიტომ რომ საყურებლითაც ძალიან ლამაზია და კიდე ის რა ქვია. ძალიან რთული არის და მუშაობა ჭირდება კი. ბიგ სკვოტი? ბიგ სკვოტი მაქვს 220. 220. მაგრამ მეტი ეგ 220 გავაკეთე დარბაში. სადღაც შეჯიბზე რო იყოს 230 უეჭველია. რომელი არ გიყვარს ახლა ეგ მოძრაობა გითხარი. ან ნებისმიერ თავს ზემოთ. ანუ overhead press-ი აი სნეჩიც ახლა მაგალითად არა ჩემი ძლიერი მხარე რა და მაგრამ ბოლომდე ანუ ზედა ის კი აგაქვს, მაგრამ მხრებით არ წევ მაგას რა. მაგრამ იჭე რა მხრებით. ხო. უფრო ალბათ ეს ჯერკი აი მაგალითად წავდა მე უნდა აიტანო თავს. საინტერესოა მანდ თუ ისე ხარ ხელებზე როგორ დადიხარ? ხელებზე ძალიან კარგად დავდივარ. ხელებზე კარგად დადიხარ. მაგრამ handstand push-up-ები საშუალო დონეზე ვარ რა. არ ხელებზე ისე დადიხარ რომ მაღაზიაში ჩახვალ რამე ხელებზე. კიბეებს დავდივარ. სერიოზულად. კი რაღაც ხო ჩვენთან დარყოლებები არის რა მაგალითად. ეხა გაი ეგ ხო. მე დიხარ კიბეებს უნდა გადახვიდე თავს აიწიო მე რაღაც იმეებს გადახვიდე დატრიალდე. თვალი ჩაუკრა და თავი დადო აიღო. მე რა მახსოვს ისე ერთი პერიოდი იყო აი ფრეიზერი მაშინ ადრეგეუნი რამდენი ხანი უყურდი. მაშინ როგორ იყო ცოტა ხელებზეც რო იყო ივენთი. просто უნდა წასულიყავი, წამოსულიყავი და მან და ძალიან ბევრი ვარდებოდა. და ეხლა ალბათ შეიძლება მართლა მარათონი გაირბინოს ვიღასამ ხელებზე ისია. მაგრამ ეს სკილები უფრო აი გეიმების სკილები არის რა. ეხლა რასაც ვარჯიშობდი ხოლმე აქამდე. არსად არ ხდებოდა ხოლმე, მაგრამ ეს კიბეზე გადავდიოდი, განმოდიოდი, ტრიალებდი. ანუ ეხლა ისეთი დონის შეჯიბრებია, რომ არ მოდის რა. ანუ ხალხი მაგაზია არა მიშვეული. ეს არის უფრო გეიმების სკილები რა. ანუ ეხლა იქ რო ჩავალ იქ რასაც ამდენი ხანი ვარჯიშობდი, ავაკეთებ. ასე ანუ ისეთი სკილი რა შეიძლება ბევრმა მიიღოს მონაწილეობა მაგაშვებიან რა. ის რაღაცებს ირჩევენ, რასაც რომ მეტი შეიძლება. პროსტა სიარული რა. შეიძლება იყოს პროსტა სიარული, მაგრამ ცოტა ბევრი. კარდიოში კი. მე ცხოველი ხარ? ცხოველი. ის შემილია. აი, მადაც იცი როგორი თემაა? უფრო მენტალურად უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე შეიძლება რაღაცა გული მიმდიოდეს რაღაცა აი თავი ჩამოვაგდო რაღაც, მაგრამ არ გავჩერდები, შანსი არა. აი ეგ უნდა თუ არ დავეცი არ გავჩერდები. აი რაღაცა ვოდს აკეთებოდი, აი რაღაცა ვარჯიშია გაქვს რა. ხალხს რო უთხარ და აი ძალიან დაღლილი რო ხარ, აი ხელებიდან ძალა რო გეცლება, რო ვეღარ სუნთქავ. აი მაგ დროს რაზე ფიქრობ? ანა აი იმენა მაგ მომენტში აი რა გამოძრავებს. არ ვიცი რა გამოძრავებს, მაგრამ თან მაგ დროს გააჩნია რა მოძრავებები გაქვს. რა თუ ეხა ვეღარაფერის თავი აღარ გაქვს და რაღაც წონა გაქვს გასაწევი. შანსი არა ვერ აწევ რა მაგას. გინდა ეხა მენტალურად ძლიერი იყავი, გინდა ის ანუ ვერ აწევ პროსტა, მაგრამ თუ მოძრაობა რაღაც body weight-ი გაქვს ან გასაქცევი რაღაცა, აი მად უკვე მენტალური სიძლიერე არის საჭირო და აი აქ ფიქრობ რომ თუ არ გაითიშე უნდა გააგრძელო. თვითონ შეჯიბზე ყველაზე ისეთი დღე რო აი დავალებიდან დავალებამდე ან რაღაცა ის ხო ივენთი ხო ცოტა ხანი არ გრძელდება, დიდი ხანი მიდის ეს შეჯიბრი რა. აი მანდრას ფიქრობ ხოლმე, მანდრა რა პროცესები არის თუ გათიშე. ხო რა აი შუაში ცდილობ რაღაცებზე არ ვფიქრობ. შუაში დავალება რაც გაქვს? კი. შუაში კი არა თვითონ კეთები შეჯიბზე რას ვფიქრობ. აი გაქვს რაღაცა. მაგრამ აი წერან რას ვთქვი რა, იმას ვფიქრობ ხოლმე რომ აი ვიცი რომ ჩემზე მეტად ეს არავის არ უნდა. აი ფიქრობ რომ ჩემზე მეტი ამისთვის არავის არ გაუკეთებია რა. აი ბოლომდე ვაჯერებ ჩემ თავს რომ ანუ ყველაზე მეტად მე შემილია, ხო. ყველაზე მეტი იმსახურება მე. ისე ეს ქვეყნის საქართველოს და რაღაცა გაძლევს იმას უკნიდან გეხმარება რაღაცა იმას გაძლევს რომ საქართველოს სახელით პირველად გადიხარ ეგეთ ჩემპიონატზე? კი. საქართველოს სახელით და კი აი მე ანუ ასე შეიძლება ბევრმა არ იცოდეს CrossFit და რაღაცა, მაგრამ ვინც იცის და ჩემ გარშემო მყოფები, ანუ იმხელა სტიმულს და იმას მაძლევენ, ანუ ყველა ისე ძალიან გვერდში მიდიას, რომ აი ჯერ მაგიტო მაგად გამომიხარია რომ გავალ და წარმოვაჩინე რა.
კი. ხო, რავი, ესე ის გულშემატკივრობ ხომ, სულ არ მაინტერესებს CrossFit-ზე მართლა, ხა აღარ მაინტერესებს, საერთოდ ჩემი ინტერესი CrossFit-ის საერთოდ არ არის. ეხა ისე გავათენებ თუ გასათენებელია ყურებაში რა. ეგეთი რა იშვიათია ხო. ფეხბურთიც მე ეხა პირად მე არ მიყვარს, მაგრამ ჩვენ რო გავოდით მატჩი არ მქონდა გამოსული. კი, მეც ეგ ფეხბურთს ეხა არ უყურებ რა. ვაფშე შეიძლება 1-5 გუნდი ვერ ჩამოთვალე, მაგრამ საქართველოს რო თამაშობს უაია. ანუ და ხვდები რამხელა ხიბლი აქვს ამას რა. აი ამას რომ შენსაც გულშემატკივრობ და არა სხვას წარმოიდგინე რა. აი ერთი არის ეგ და მე არის რომ მე ჩემს სპორტსმენებს ვერ უყურებ რა. ვისაც ვაუშვებ. ბიჭო, აი რაცა ხო უცნაური, იმიტომ ბოქსიორები და მოჭიდავეები მყავს ხა. და ცოტა სხვა პუნქტი არის, ძალიან ვიზაბები რა უაზროთ და მე რაღაცა ფინალს ვცდილობ ხოლმე უყურო, ხა მაგ კრივი რო არის, ხოდი ძალიან ისეთ საყურებელი არის კრივი რა. ხო. განიცდი, როცა იცი რომ მოიმზადეთ, ამდენი ხანი გააკეთეთ ან რაღაცა სერიოზული ტურნირისთვის ეხა გივის მაგალითად რაფსი არის, კამარზე აქვს ჭიდაობა რა ამერიკაში. და ვერ უყურებ რა, მაგარი ისეთი არის, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის და ის იქ არის ეხა ბოლო ორი კვირა და აქედან არ ვიცი ხო უნდა ნახოთ. ეგ უნდა დაძლიო. და ხო უყურებ კი, მაგრამ ის ხო არ ახარ. ბიჭო, ეგრე არის ხო, ზოგი მეტად და რო იცი რომ ესე არის და უნდა რაღაცა ხე ევროპაზე რო იყვნენ ესენი ეხა პატარებები მსყავს ეხა ხო ისინი მაგარი რთული ის არის, ჩაჭერა არის რა ამათი ყურება, მაგრამ და აი საქართველოს რო გადის და ის რო გადის, არჩე სიამოვნებთ. ხო, გულდასაწყვეტია რომ ანუ არ ეხმარება არავინ რა, არ ფულით ძალიან გულდასაწყვეტია რა ეგეთი რამე რა. მე просто ვერ ხვდები რა, ანუ რანაირად შეიძლება რომ ერთი კომპანია არ გამოჩნდა, ვინც მუდმივი რა. ცოტა აი შეუსუბუქოს რაღაცეები რა და ისვენ. მაგრამ ამ შემთხვევაში ხა ამ ესეთი ცოტა დრო არის ხა დარჩენილი რომ მუდმივისზე ფიქს აზრი არ აქვს. ანუ ეხლა ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის რომ რამოდენიმე გამოჩნდეს და რაღაც პატარ-პატარა დახმარებები გამოიწიოს რა. ხო, ერთი არ არის აუცილებელი, შეუძლია ბევრს დაეხმაროს გაიყონეს რაღაც და ან ბევრად ნაკლებად აქტიური სპორტსმენი და ბევრად ნაკლები სპორტი და ამის მეათედი შედეგებიცაც ვიღაცები ფინანსდებიან და ამ დონეზე, ამაზე ლაპარაკიც არ უნდა გვიწევდეს რა. წავიდეთ ჩვენი ბოლოსკენ. ბოლოსკენ უნდა წავიდეთ ნამდვილად. ნიკო, შენი ის მოგვიყევი ხარ რა, როგორ გზნობდი ამ პოდკასტის დროს თავს, როგორი გამოცდილება იყო შენთვის? ძალიან გაასწორა ყველაფერი. ისე გავერთე, ჰა? ნერვიულობდი? ის თავი რა. არა, ლაპარაკობთ ჩვენ. კი, რა, სასიამოვნო ლაპარაკი იყო ძალიან, კი და. ძალიან კაი. კიდე მაინტერესებს ვის მოусმენდი, აი შენ ადგილას ვის მოусმენდი რა, სპორტსმენს. სპორტსმენს? ხო, აი ვინ იქნება და საინტერესო შენთვის რომ მოგისმინე ჩვენ პოდკასტში. არის ვინმე ეგეთი? ჩემპიონთა აკადემიას ვერ გაცდება ალბათ გორება ხო? ვერ გაცდება, მაგრამ აი ხა ეს გადაცემა ახალი დაწყებული რო იყოს, კი ვიტყოდი რამოდენიმეს, მაგრამ იყვნენ ყველა. ხო, იყვნენ რა ყველანი. ყველანი და როგორი რაღაც კიდე რამინდა ისიც ძალიან ისე თქვა რომ თქვენი დარბაზიდან და სპორტსმენები ეგრევე მოდიან, ეგრევე გვთან ხვდებიან, მაგრამ რაც დარბაზიდან ვიღაც მწვრთნელებთან დალაპარაკება რო გვინდა, რაღაც მწვრთნელები არ მოდიან ჩვენთან. ხო. აი ეს ჩვეულებრივ ფიტნესი ცნობილი ცოტა მწვრთნელები რო არიან, ცოტა არ მოდიან. სიმართლე გითხრა ეს ფიტნეს მწვრთნელები და ისინი რაღაც არც მაინტერესებს რა ვერ. ხო. არ მოდიან სპორტსმენი უფრო მაინტერესებს. ანუ აი ფიზმომზადების თბილისში თუ ვინმე თუ საქართველოში თუ ვინმე მაგარი ფიზმომზადება არის, ან ყავდა, ან მოვიყვანთ აუცილებლად. უმაღლესი ანუ იმის იქით რო არ არის, ეგეთი ათლეტებიც მოდიან, მაგრამ ეს დარბაზის მწვრთნელები ცოტა გავარდნილი, აი ცოტა მოინფლუენსერო ესენი ვერ მოვიყვანეთ ვერავინ. ხო, არ ვიცი რატო. მოდით. არა, მოდით ხო, თუ არც მოვლენ, ანუ უფრო საინტერესო ხალხი შეიძლება მოიყვანო, მაგრამ ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ ზოგთან საინტერესოა, იმიტომ რომ შენ ხა გელაპარაკებით ფიზმომზადებაზე, სპორტსმენს აინტერესებს, მაგრამ შეიძლება ვიღაც ჩვეულებრივ ადამიანს აინტერესებს იმის ცხოვრება, ის როგორი მზადება, რაღაც ეგეთი რაღაცები, მაგრამ არ მოდიან. კი რა, ანუ ყველას საინტერესო არის, ხა ყველას თავის ისა აქვს, რა ქვია, განმოცემის უნარი და ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას აზრი გასათვალისწინებელი არის. ჩვენ მაინც ვცდილობთ ისეთი ხალხი მოვიყვანოთ, ვინც არ არის ძალიან ცნობილი ესე რა. მაგრები, პროფესიონალები. ეგენი უფრო მოდიან და ვინც უფრო ცნობილი არის და ცოტა ჩანს, ეგენი ერიდებიან მიზეზი არ ვიცი რა არის, მაგრამ და ალბათ არის. ჯერჯი შენ გახსოვს წინა და უჭერნო ნახოთ. ნო. ყველა სტუმარი ბოლოს რაღაცა კითხვას ტოვებს შემდეგი სტუმრისთვის. შენი იფიქრე ნიკო შემდეგი სტუმრისთვის რა კითხვა
ნებისმიერი კითხვა შეგიძლია დაუსვა ნებისმიერ თემაზე ერთი. ხო, ძალიან საინტერესო კითხვა იყო, თაზოს კითხვა რა, აი 10 წლით უკან რო გადაგაგდოთ, რა შესრულდი შენ ცხოვრებაში? Crossfit-ს დავიწყებდი. 10 წლის წინ კი არა, 10 წლის წინ დაიწყებდი Crossfit. 4 წლის მეტი გამოცდილება გექნება. მაგას აი ყველაზე მეტად მაგას ვნა, რომ რატომ უფრო ადრე არ ვიცოდი ამის შესახებ, რომ დამეწყო. ანუ ის წლები რატო გავფლანგი რა, მაგალითად 13-დან 17 წლამდე ვარ, აი არაფერს არ ვაკეთებდი. აი რატო არ ვაკეთებდი ეხა, ანუ მაშინ კი მაიცა ერთი და რაღაცა, მაგრამ ეხა მაგრამ არ ვიცოდი რატო არ ვაკეთებდი, აი მინდა. შეხედე როგორც ირო შენ მაშინ CrossFit-ი დაგეწყო, შეიძლებოდა ის ათლეტი და ის ადამიანი არ ყოფილიყავი დღეს. ასე ყავი პეპლის ეფექტიური ფილმი ხო ეგეთ ანუ არის რა შეიძლება იმიტომ რომ გვიან დაიწყე, ცოტა გააზრებულად დაიწყე და ეგრევე შეგიყვარდა. ან შეიძლება ცეკვასავით ყოფილიყო რომ არ მოგწონებოდა რა იმას საკში რომ დაგეწყო. ამიტომაც ეხა უმაღლეს დონეს მიაღწიე და მგონი ეგ არის რა საუკეთესო გზა გაიარე მაგისთვის. არ იცოდა რა, იგი მაშინ ახლა სიბნელე იყო უფრო რა. კი. და ბევრი რამე მეცადო რა მაგასაკშიც რო ხარ 15-16 წლის, ბევრი რამე მეცადო რომ რაღაცა შეიძლება ისე მოგეწონოს რა, იპოვნო შენი საქმე რომ მე რა ეგრე შენსავით შეუბერო რა. ჯობია მაინც რაღაცა ცადო შენ. საერთოდ იმაშია რომ არ უნდა არაფერს არ ვეძებდი და არაფერს არ. ეგ არის ხო. დროს ფლანგავდი, უბრალოდ. მაგრამ პატარაც იყო 13-დან 14-17-მდე ხო, აი ხო ხდები 13 წელს ადამიანს როგორ უნდა იცოდეს რა უნდა რა. და მაშინ შეწყვეტა და მე ცადოს ბევრი რამე. ბევრი ცადოს. კი. კი, აბა ნიკო შენ და მე კითხვა დაუტოვე? ხო, ნებისმიერი არ არის აუცილებელი სპორტული იყოს, არასპორტული შეიძლება, ნებისმიერი რა. სოციალ კითხვა. ნების რაც გინდა. ჩვენ ვილაპარაკებთ. რომ არა სპორტსმენი ან ვინც არ უნდა იყოს, რა იქნებოდი? ეგ რო არ ყოფილიყავ რა. საინტერესო არის ხო ისი რა ის საინტერესო. შენ რა ვიქნებოდი? შეიძლება კი ყოფილიყავი უკვე აწე. მე მსმენელის გადავიქნები რა საბათ. ასე ინჟინერი ან ხელოსანი ასე ხო, ეგეთია. ხელოსანი, ზარეული. არა, უფრო ცოტა ის. აი ინჟინერი ვიქნები სიამოვნო. თუმცა ვიმუშაობდი მე თეორეტიკოსი კი არა. ისე მეც კულინარია ძალიან მოყავს. აი ჩემს რო საჭმელებს და ჩაიჭობ, მაგრამ მე ვასე. მეც მივასებდი შეიძლება ყოფილიყავ. ანუ ყოველ შემთხვევაში ოფისში მე არ ვიქნებოდი შენ. არა, მეც ფოტოგრაფი ვიქნებოდი, ალბათ ვიბოდიალებდი აქეთ. ოფისის ხალხი არში ხო რა ვერა. მადლობა ნიკო, სასიამოვნო იყო, წარმატებებს გისურვებთ, გულშემატკივრობთ, ჩვენ მაქსიმალურად დაგეხმარებით რითიც შეგვიძლია და რითიც შეგვიძლია რა კონტენტით, ხალხს ვეტყვით, ვინ ხარ, რასაკეთებ, გულში დაგიდგებით, ამის თუ დაგჭირდი დაგეხმარებით, აბა შენ იცი? ხო, შემდეგი მოსვლა შენი სტუმრობა, მაშინ უკვე ის ჩემპიონის ჩამნიშნოთ, ხო. ჩამნიშნოთ და იმის მერე გავიგოთ უმაღლეს იმაზე როგორი არის რა. ხო, ჯერ არ ვიცი ხა რა გზნობა იქნება, მერე გეტყვით რა. მერე ვილაპარაკოს მაგას. ძალიან დიდი მადლობა რომ დრო გამონახე, ეხლა ხო ჩამოთვალა თავისი გრაფიკი როგორი არის და გამონახა. დღეს ისვენებს გონი უკვე ივარჯიში ხო? დღეს ვირვინე უკვე კი. მადლობა დიდი. მადლობა. მადლობა პირიქით და პატეჟებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.